დავდება ფულს და მომიყვანე პრემიერად. ეგ ხო ქნაა უკვე კაცო ივანიშვილმა. ვინ გითხრა რომ ვაპატიე? არ ვაპატიე. მე ვარ იმ პროცესის დამცველი, რომელმაც უნდა გამარჯვება მოიტანოს. ვაიმე, რა გვაშველება, ესე იგი ჩვენი ვაჟკაცები დათხოვდებიან. ოპოზიციაზე უფრო გაბრაზებული ბრძანდებით, ვიდრე პოზიციაზე. არავის არ აუპატიურებს ბატონებო. უფს, თავში რომ მოგივა უკვე ვერ აღარ ჯანმრთელი. და სად იყო მაშინ ქალბატონი სალომე ზურაბაშვილი? სისტემა იცვლება მდიდრების ხარჯზე? რა თქმა უნდა, აბა როგორ? გავადრო და თქვენ კიდევ ნახავთ ვინ არის ბოკერია ჩერგოლეშვილი. ბიშველი და ლეიბების და იცი რა, იმ ბოკერია და ბურჯანაძე რო გეყოლება გვერდით. შეცდომ არ არის? თქვენ გახსოვთ ალბათ ივანიშვილი თვალცრემლიანი. ქართულ ოპოზიციას დღევანდელს არაფერი უკლია პოლიტიკურ კრეტინიზმამდე მივიდეს. დავიწყოთ. დავიწყოთ. ქალბატონო თაკო, დღეს საქართველოში საკმაოდ რთული ვითარებაა. თქვენს პოზიციას ხშირად მაშინ ვისმენთ, როდესაც სხვები ირჩევენ დუმილს. ეს თქვენი პოლიტიკური ასეთი გადაწყვეტილება, რომ მიაწოდოთ ხმა პოზიციას, თუ როგორ ახსნით ამ თქვენს დღევანდელ ამჟამინდელ როლს? ერთი მოგესალმებით. მეორე ის რომ მე თქვენი რამოდენიმე გადაცემა ვნახე და ძალიან გამიხარდა, ძალიან საინტერესო ინტერვიუები გაქვთ. დიდი მადლობა. ამიტომაც მოვედი. დიდი მადლობა. იცით რა. ხო, ალბათ ეს ჩემი რაღაცით ხომ და გამოაფხიზლო და მე მგონია იმ დღეს მოვისმინე სხვაჩერს ესეთ საკვირველი განცხადება ერთ-ერთი მაღალჩინოსანისგან ხელისუფლებიდან, რომ არ არსებობსო და აი არ არის, ოპოზიცია საერთოდ არ არისო. ისე გამიკვირდა რა აგიხსნით. კარგმა, ნორმალურმა. თუნდაც, როგორ გითხრა, ესეთმა ჭკვიანმა, შეიძლება არა ძალიან კარგმა, მაგრამ გონიერმა ხელისუფალმა უნდა ინატროს, რომ ოპოზიცია ყავდეს და შენ რო გიხარია, რომ ოპოზიცია საერთოდ არ ყავს, ეს არის კატასტროფა. აი წარმოგიდგინე ახლა რას ამბობ, ესე იგი, რომ შენ ქვეყანაში არ მით უმეტეს რა განვითარების გულისხმობ ეკონომიკას, ამ შემთხვევაში რა სიძლიერის ქვეყანა გაქვს შენ, რომ გაეროს მონაცემით ბოლო მონაცემი რაც იყო 75,000 წარმოიდგინეთ ბავშვი როშიმში ილობს შენ ქვეყანაში 78,000 ასეთი მონაცემი იყო. ეხლა შენ რომ ესეთი მდგომარეობა გაქვს საერთოდ გიხარია რომ ოპოზიცია არ ყავს. თუმცა აქვე მინდა დავძინო რომ ძალიან უსუსური ოპოზიცია ყავს. მე ვიცი ხა ბევრი ნაწყანი დარჩება. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩემი სამიზნე უპირველეს ყოვლისა არის ხელისუფლება, მაგრამ ამავდროულად არის ასევე სუსტი და ფეიქ ოპოზიცია. რატომ? იმიტომ რომ იმ ფეიქ ოპოზიციის წყალობით არის მე რომ ეს ხელისუფლება მყავს ამდენი ხანია და ძვრას ვერავინ უკეთებს. ეს ფაქტია. და ხალხზე, ვთქვით, ხალხის მიმართ რაღაცა ეს თითის გაშვერას ძალიან არასწორია. ხალხი ძალიან კარგად გზნობს გულწრფელობას. მე აი ზეგან რაღაცა ეს კულტურებში საუბრის დროს თქვი რომ შეიძლება პოლიტიკაში აი სადღაც დაიბნე, სადღაც რაღაცა ვერ გამოიცნო ვიღაცა ადამიანი ხდება, იმიტომ რომ ამდენ სიბინძურეში რაც უფრო სუფთა ადამიანი, მით უფრო უჭერს იცით, რაღაცნაირად ამოცნობა რაღაცის, მაგრამ გულწრფელობა ყოველთვის ეტყობა. შენის გამიზნულად შეგეშალა, თუ უბრალოდ იმის თაღლითობის ბრალი იყო. მე მაგალითად ოპოზიციაში წავედი იმიტომ რომ მოტყუებულად ჩავთვალე თავი ის დააპირებები რაც იყო მსგავსი არაფერი არ მივიღეთ და უპირველესი რისით შემეშინდა ეს იყო ქვეყნის კურსის ცვლა. რაც ჩემთვის არის აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აი თემურ არ ვიცი მე უყურებთ თუ არა ჩემ გამოსვლებს ხედავ როგორ ჩანს რაც ცხადია ხართ საქმის კურსში. ჩემთვის აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაფერი არ მინდა თუ ამ ქვეყანაში საქართველოს სამარცხვინოთ ქვეყნის სამარცხვინოთ დაბრუნდა
უკვე წაგებული კიდევ უარესი ესე იგი წაგებული პუტინის ორბიტაზე, იმიტომ რომ წააგებს აქ ორი აზრი არ არის, ხა მე ვადევნებ თვალყურს და შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია რაღაცნაირად გამოვიცნოთ, რომ გამორიცხულია, რომ კართაგენი არ დაინგრეს. არ არსებობს ვარიანტი. და ბრალს რა შევდება? აი, შენ აკრიტიკებ ხოლმე ოპოზიციას. რა თქვენ ვაკრიტიკებ ოპოზიციას? შესეთი მე ვერ ხედავ, რომ ოპოზიციას უხარია მაგალითად ახალი განახლებული ველის გამოჩენა, არ ვხედავ ასე. როგორც კი ახალგაზრდა თაობიდან ბიჭები და გოგონები მე არ ვლაპარაკობ, რომ მაინც 20 წლის ადამიანებს მისცე, თქვათ, ბერძნებიო ამბობენ, რომ პინასთან 40 წლამდე პინასთან არ უშვებდნენო, მაგრამ შენ ხომ მოახერხო, რომ პოლიტიკური თაობა რაღაცნაირად გაზარდო. შენ ხა საამბრაზური ხორცად გინდა? ეს ბავშვები გამომწყდეულები არიან ციხეში. გარეთ რა ხდება? არაფერი. დაშლილი აქციების გარდა 200,000 კაცი რო გარეთ გამოვა. რა უნდა აქვთ? მე არ მithქვამს, რომ უნდა ისროლო და ის რა ქვია, როგორ გეკადრებათ? როგორ გავიმეტებ მე ჩემ ერს ასეთი დაპირისპირებისთვის. ჩვენ ერთხელ გადავიტანეთ ეს უბედურება რუსეთის წყალობით მაშინაც მინდა გიხარ ძალიან კარგად და დიდი როლი ითამაშა რომ ერთმანეთს რაღაცა წაკიდებოდნენ ქართველები და მაშინ რაღაცნაირად გამოუვიდათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ახალი იყო ეს ყველაფერი. ეხლა არა, დიდი ხნის არის უკვე ჩვენ რაღაცნაირად დემოკრატიის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობის გემო საქართველოს გაიგო. რაც არ უნდა ვაკრიტიკებდეთ. და აკრიტიკებდნენ, მე რატომ თქვი ვაკრიტიკებდეთ, იმიტომ რომ მე თვითონ ოპოზიციაში ვიყავი სააკაშვილის დროს და მე მაქვს ამის თქმის უფლება. რაც არ უნდა აკრიტიკებდნენ მიხეილ სააკაშვილს, მან ქართული სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი საქმეები გააკეთა. ამას რო ამბობ შემოგიხდება ვიღაცა რომ თქვენ იმისტი ხართ, ამისტი ხართ. იცი რა? თემურ ძალიან უხერხულად მიმაჩნია, რომ ოდესმე საერთოდ ვინმე სტივი იყო. საქართველოს ისტი ვარ და თვითო აგური ვისაც აქვს დადებული ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და ეს უთუოდ იყო ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი. ახლა მაგალითად იმდენი მოღალატეა მის გარშემო, რომ ჩემთვის ფიქრობ ხოლმე, ნეტა საერთოდ ამ კაცმა რაც გააკეთა, როგორ გააკეთა. აი, ბევრჯერ მithქვამს. აი, უახლესი ისტორიის 3 პრეზიდენტი რომ ავიღოთ. აღარაფერს ვამბობ პირველ პრეზიდენტზე დამოუკიდებელი საქართველოსი, იმიტომ რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო. მორჩა, იქ რაიმე შეცდომაც რომ იყოს, უკვე ამბავი რომ ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო, უკვე უზარმაზარი რამ არის. ახლა ავიღოთ შემდეგ მოსული მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. დასავლეთს არათუ აბრუნა ზურგი. ფაქტია, რომ ნავთობსადენი, ანუ გეოპოლიტიკური ფუნქცია, რომელიც მკვეთრად დაკარგული ჰქონდა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ფაქტები შეგვიძლია ვისაუბროთ. საქართველოს რუსეთმა ძალიან ოსტატურად დააკარგინა ეს გეოპოლიტიკური ფუნქცია. შევარდნაძემ ნავთობსადენი მოუტანა ქვეყანას. ეს გეოპოლიტიკური ფუნქციის აღდგენა იყო. დაბრუნება იყო. ეს მინიმუმი, რაც ვთქვი. ამიტომ იცით რა, ავიღოთ მიხეილ სააკაშვილი. ამ ახალგაზრდა კაცმა ჩაბნელებული სრულიად ნავთქურებით საქართველო ჩაიბარა და იყო პერიოდი ჩვენთან 5 პრეზიდენტი იდგა. ფაქტია, ესე იყო, ისე იყო, პეტრე იყო 5 დღეში მოხერხდა და რუსული აგრესია 5 დღეში სოფლიო პრეზიდენტები ჩამოიყვანა და რაღაცნაირად მოახერხა და წერტილი დაასმევინა. მე არ მივეკუთვნებ იმ კატეგორიას, რომელიც იტყვის, რომ რატო დაემართა რუსეთის ხელში, ყველაფერი ემართება. არ იყო მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უკრაინას შეუვარდა. არ იყო სააკაშვილი, მაგრამ აფხაზეთი გაგვიკეთა
რუსეთმა. ანუ მე ვერ ვიქნები, აი მატყუარა ბრალმდებლის როლში არ შემიძლია გამოვიდე. მატყუარა ბრალმდებელი უნებლიეთ გამოდის სამშობლოს ბრალმდებელი. მიხეილ სააკაშვილის კი არა. საქართველოს დებშენ უნებლიეთ ბრალს. მე მახსოვს ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალბატონი არ დავასახელებ, ახლა არ არის მაინც რატომ უნდა გაგიფუჭოთ გვარების და სახელების დასახელებით, ხო? ინტერვიუ თუ თქვენ მოგინდებათ კი ბატონო თუ არა. არა, შეგიძლიათ თქვა თავისუფლები ვართ? ვუთხარი ერთ-ერთ ქალბატონს ახლა უკვე აღარ არის ის თითქმის პოლიტიკაში და კარგია, მე მიხარია, იმიტომ რომ ასეთი რუსეთუმე პოლიტიკოსი არ უნდა იყოს. ქალბატონ ნინოზე საუბრობთ? კი ბატონო. რა პრეტენზია მქონდა? ეს პრეტენზია მქონდა. შენ როცა გამოდიხარ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი არხის ტელევიზიით, ერთ-ერთ მთავარ გადაცემაში და ამბობ რომ საქართველომ დაბომბა გორი და მძინარე ცხინვალი და შენ რომ გგონია რომ ან არ გონია და მიზან მიმართულ საქმეს აკეთებ და ცხადია და შენ მოდი დაუშვათ რომ ფიქრობ რომ ამითი სააკაშვილს აყენებ ზიანს, არა, ამითი ანადგურებ ჩემს სამშობლოს და შენ თუ არ გაქვს კრეფსით ბურჯანაძეს გულისხმობ ნებისმიერს ეხება ეს გნებავთ სალომე ზურაბიშვილი იყოს მე არ უშინდები ხო იცით ესეთი ისინი არ მჭირს იმიტომ რომ იგივე მან თქვა და რაღაცა მითხრა რომ მას აპატია ვინ გითხრა რომ აპატია არ ვაპატიე იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ ის არაფერს გამკეთებელი იქნებოდა ამ ტიპის განცხადების მთქმელი ვერაფრით ვერ გააკეთებს დიდ საქმეს პოლიტიკაში და ასე აგიხდათ სიკეთე ეხლა რატომ გეტყვით როდესაც გავრილოვი შემოვიდა ქვეყანაში და მთელი სამყარო გარეთ გამოვედით ის იყო სწორი იმიტომ რომ ვერ უნდა შემოაბოტოს იმან ის იყო შავრაზმული ფრთიდან ხვდებით ეს გახლავთ 2019 წელი ხო მართალი ვარ და სად იყო მაშინ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამიტომ მე როდესაც პატიოსნად პრეტენზია მაქვს ხელისუფლების ოცნების წარმომადგენლის მაღალჩინოსანთან რომ შენ როგორ გაბედე რომ გავრილოვი აქ შემოიყვანო მე რომ ობივატელმა რიგითმა მოქალაქემ ახალგაზრდამ ბავშვმა მე მოვწონვარ თუ არ მოვწონვარ რომ დაიჯეროს ჩემი სიმართლე მე იმ წუთში უნდა ვთქვა რომ არსად არ იყო იმ ხარეს იყო ვის მიმართაც მე პრეტენზია მაქვს როდესაც მე ამას ვამბობ საწყენი ხდება ვიღაც მავანთათვის და არა და ხალხის რეაქცია იცით როგორია აღარ მოდის მე აღარ ჯერა შენი ამიტომ ვამბობ რომ ანუ კაცო ბოდიში უნდა მოიხადო შველის იცი რა ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად იქნებ გაანალიზება მაჩვენო რომ რაღაც გაანალიზე შენ იცი თორემ ახლა გამოდის რომ შენ თურმე აგერ გუშინ წინ როგორც დაასახელეს პრემიერობას დომია ქალბატონ სალომეს ეს ოპოზიციიდან დასახელდა ხო ესე იგი შენ თუ ისევ მხოლოდ იმიტომ ატეხე ეს ამბავი რომ პრეზიდენტობის ვადა დაგიმთავრდა და ახლა მე კიდე პრემიერობა გინდოდა რა ვიცი აბა არ უკავშირდება მის სახელს დიდად სიმართლისთვის ბრძოლა ამიტომ რას ვამბობ იცით რომ მოუგო ხელისუფლებას თავგანწირული უნდა იყო და თავგანწირვა არის 200,000 კაცი რომ მოვა მასთან ერთად დარჩე და არ გამოხვიდე და მე როდესაც თქვი მაშინ ეს ყბა დაღებული ეხეთ მეცინება ეს გამომეტყველება მაგ იმ ვიდეოში კვდები ხოლმე სიცილით რომ ლეივები დავყაროთ და ვიყოთ მეთქი მართლა მეცინება მაგრამ გულწრფელად ვთქვი იმიტომ რომ შემდეგ მე ვნახე ვარშავის დრამატულ თეატრთან სრულიად ნაღებმა ახლაც თვლით რომ გვიშველი და ლეიბების და იცი რა იმას ლეიბი ერქმევა თუ რაღაცა დასაფენი საშუალება ხამე რო დაიძინებ და ერთხელ ვიხუმრე რომ ესე იგი პატივცემულებო მეთქი თუ დარჩენას აპირებთ უკანალი რომ არ გაგიცივდეთ ასე ვთქვათ რევოლუციონერებს რაღაც უნდა დააფინო და დარჩე მაგრამ შენ არ აპირებ დარჩენას და წვალობ და ეძებ გამოსავალს 200,000 კაცი როგორმე სახლში გაუშვა
და ასე ხდებოდა ხოლმე და შენ რომ 8 ჯერ გაუშვებ სახლში არა და მერწმუნეთ რომ 50,000 კაცი რომ დარჩეს და არ გავიდეს 50,000 შვიდობის მოყვარული ადამიანი არ გავიდეს ყველაზე მეტად ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ დიქტატორს ხალხის რაოდენობის ეშინია ესეც არ არის თამარ ჩარკვიანის მოგონილი ამასაც სტატისტიკა რაღაცნაირად აჩვენებს მართალია საფრთხილოა ძალიან ეს ყველაფერი მაგრამ ახლა იცით რა ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და აღლიცინებდნენ სხვა ოპოზიციონერის მცდელობაზე რომ მან რაღაცა არასწორად გააკეთა 4 ოქტომბერს და შენ 24 საათი აკრიტიკებდე ციხეში მყოფ პაატა ბურჭულაძეს შენ ეს ნორმალური გეგონოს ან ხაბეიშვილის რაღაცებზე ლაპარაკობდე რა პალტო აცვია და რა არ აცვია გარდა იმისა რომ ეს სნობიზმი ძალიან დიდი რადგან რაღაცა ბაბლს მოსწონს ეს სიტყვა მაშინ ვიტყვი რომ ასეთი სნობიზმი ძალიან უხერხულია ვის მხრიდან პოლიტიკურად და აი ეს ქალაქურ ენაზე თუ ვიტყვით ძალიან გოიმობაა მე მახსოვს რომ ძალიან დიდხანს საუბრობდნენ მე მგონი ერთი ტირაჟით არ იწერებოდა მე რასაც ვამბობ რომ მაგალითად ვიღაცა ცხოვრობს სადღაც რომელიღაცა უბანში ვიღაცას რაღაც სხვა რამ აცვია შენს თუ ბრენდი გაინტერესებს შენს თუ ვიღაცის უბანი გაინტერესებს აბა მაშინ მე ესე იგი აბა მაშინ რას ვერჩი მე წილოსანს კრეფსით წილოსნებს არა ხო შენს თუ ამით ხარ დაკავებული აი ასეთი სნობი ხარ ჩემთვის ასეთი სნობიზმი არის ძალიან დიდი კაჯობა იმიტომ რომ სულ მახსენდება რომ აი ეს დიდი მეგაპოლისი რასაც ქვია და რასაც ვეტრფით ჩვენ ეს არის თბილისის მეგაპოლისი ეს დიდი ბოდიში მაგრამ იმ გენიოსებმა შექმნეს რომლებიც ჩამოსულები იყვნენ ჩამოსულმა ფენომენმა და ინტელექტმა შექმნა ის დიდი მეგაპოლისი რასაც ქვია თბილისი ჭავჭავაძეების წინანდლით რომ ვამაყობთ ასე მე გეტყვით რომ ვაკის ტერიტორია საერთოდ არ არსებობდა და აი ღვინის ქარხანა რომ არის ეს იყო დასასვენებელი ორბელიანების აგარაკი იყო ამიტომ მაპატიეთ და ასე მივალთ ინფანტილიზმამდე და კრეტინიზმამდე პოლიტიკურ კრეტინიზმამდე მე მგონია რომ ქართულ ოპოზიციას დღევანდელს არაფერი უკლია პოლიტიკურ კრეტინიზმამდე მივიდეს ის რომ ხელისუფლება დიდი ხანია იმყოფება პოლიტიკურ დიქტატორულ კრეტინიზმში იმიტომ ვარ მე ოპოზიციაში მაგრამ შენს თუ უნდა გაიმეორო ეს ყველაფერი აი ეს უკვე არ მომწონს გესმით მე გამოსავალს სად ვხედავ აი სად რა თქმა უნდა გამოსავალს ვხედავ ქუჩის რაოდენობრივ ბრძოლაში აუცილებლად ვხედავ იმიტომ რომ კიდევ გიმერობთ აი მე სულ მაინტერესებს ხოლმე და რაღაცას ესე ჩაუღრმავდები ხოლმე და მთელი რიგი შრომებია სადაც რაც არ უნდა დამალონ დიქტატორებმა ხალხის რაოდენობის გარეთ ყვირილის აი ამ ხმის აი ამ ტალღის შემოსული ტალღის ძალიან ეშინიათ ამას დიდი იარაღი არ არსებობს რევოლუციები მხოლოდ რაოდენობრივად იწყება ძირითადად იარაღის გამოყენება უფრო პროვოკატორების შემოგდებულია ხოლმე. რა თქმა უნდა, აი ეს უკვე გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ მაგ დროს შეიძლება მართლა პროვოკაცია მოხდეს დიდი და ის პროვოკაცია აწყობდეს ისევ მესამე ძალას და რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საშიშია და საფრთხილოა, მაგრამ მესამე ძალას რატომ? მესამე ძალა რუსეთია ჩვენთან მუდამ. ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია. რომ მეტყვიან ხოლმე და აი კამათის დროს მე ვიცნობ ადამიანებს მაგალითად არ მაქვს მათთან ესეთი ცუდი ურთიერთობა შეიძლება არც მეგობრები არ არიან საბედნიეროდ ჩემი წრე აბსოლუტურად დასავლური ორიენტაციის არის მრავალი წელია. იცი რაშია საქმე? ხშირად თუ თქვამს რომ რაი ამერიკამ რა წააგვართვა
ვეკითხებ ხოლმე რომ აბა ჩამომითვალეთ, გარდა შემოტანისა, ფინანსისა, გარდა რესტავრაციისა, ქართული ძეგლების რუსებმა რო დაგვინგრიეს იმ ძეგლების რესტავრაციისა, თანხის შემოტანის გარდა, ცეგეპატიტის პროგრამის შემოტანის გარდა, რა წაგვართვა ამერიკა, მართლა მაინტერესებს ხოლმე და მართლა ვერავინ ვერ მპასუხობს. სრულიად ვერავინ ვერ მპასუხობს. მე არა ვარ ეს ფანატიკოსი, რომელიც ესე ბრმათ რაღაცას ეტრფის, მაგრამ რა თქმა უნდა სივრცე მინდა დასავლური. იცი რა, როგორ გითხრა, ეს შემოგდებული, ხელოვნურად შემოგდებული თემა სექსუალურ უმცირესობაზე ძალიან უხერხული მგონია. ძალიან დიდი სირცხვილი მგონია და ეხლა უცებ მაგალითს მოგახსენებთ. მე გავიზარდე პოეტის ოჯახში. ძალიან ტრადიციული ოჯახი იყო, მოგახსენებათ ჯანსუღის ოჯახი და ესევე მის სამეგობრო ეხლა რომ ახსენდება ერთხელ მკითხეს რომ მამუკაო გვიან სცენაზეო რატო მართლა 40 წლის იყო იცი ეს სცენაზე რომ გამოჩნდა და ამას თავის მიზეზი ჰქონდა. ისეთი მსმენელი და ისეთი შემოქმედი თავად ადამიანები, კომპოზიტორები და პოეტები იკრიბებოდნენ სახლში, რომ უდიდესი სცენა იყო სახლში, გესმის? და ამიტომ აი ეს მოთხოვნილება და დეფიციტი სცენის მოთხოვნისა, როგორც ჩანს ამ ადამიანს არ ქონდა, იცი, როგორ და ეს ბუნებრივიც იყო. ამიტომ მე ვფიქრობ განაპირობა ამან მისი, ასე ვთქვათ, გვიან სცენაზე გამოჩენა, იმიტომ რომ სულ სცენა იყო სახლში. რატომ ვამბობ? აი ამ ეს გაიხსნებოდა ხოლმე, იცი? შუშის კარები. ესეთი დასაკეცი კარი იყო და ნუ არაფრით მამაჩემ ბოლოს საერთოდ მოშალა ეს კარები. იმიტომ რომ ვერ ვეტევითო და მართლა ის რაღაცა სუფრა რო გაიშლებოდა და უზარმაზარი სუფრა იყო. ძალიან საინტერესო და კარგი ხალხი მოდიოდა. მამა სამეგობრო იყო, ოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე. ოდარ დუმბაძე, მიშკო შენგელია, აურბოლქვაძე, ხვდებით ეს რაღაცა ელიტა. ზურიკო ანჯაფარიძე, ფანტასტიკური მომღერალი. ჯანსუღ კახიძე, ნუ რა გითხრათ ხა ხელვის დროს გამომრჩება. რატომ ვამბობ? არა მხოლოდ. მოდიოდნენ სხვა ადამიანებიც. მსახიობები, ქორეოგრაფები, მათ შორის ძალიან დიდი რამდენიმე ბალერონი, უდიდესი და მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ვახტანგ ჭაბუკიანს ძალიან რომ გაუწყალეს გული და იყო ეს პერიოდი, საკმაოდ ცნობილი ამბავია, როდესაც ოპერის თეატრი დაიწვა და აბსოლუტურ აბსურდს აბრალებდნენ ამ შემქმნელს ქართული ბალეტისას საქართველოში. ამ ვარსკვლავს მას ჰქონდა სახლში ასე ვთქვათ სახლის პირობებში პატიმრობას რო ეძახიან. მე ძალიან კარგად მახსოვს. აი ესეთი ტრადიციული ქართველები, მამა ჩემი, ზურიკო ანჯაფარიძე, რეზო ლაღიძე. გამომრჩება ხა უცოთ ვიღაცა. ყოია გომართელი, ლორდ ქია. ძალიან ხშირად რო წამოვიდოდნენ დიდი კეიფიდან, დიდ ასე ვთქვათ პაკეტს გააკეთებდნენ, რომ ვახტანგს ეგრძნო, რომ ის მარტო არ იყო და ესენი აქედან უგზავნიდნენ აი რაღაცა ასე ვთქვათ მის სანახავად ამანათს. მე მივხვდით რატომ ვამბობ, არ ჩაუღრმავდები, არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ უბრალოდ ეს მე რადგან ასე ვთქვათ რაღაცა არის ცნობილი და დაუფარავი, იმიტომ მივეცი თავისუფლება, იმიტომ რომ უდიდეს სირცხვილად მიმაჩნია ამაზე ლაპარაკი. ამის იქით არის ფსკერი. ამის იქით არაფერი არ არის. მე ერთ-ერთ მომღერალს უთხარი ეთერში. ცნობილ კარგ მომღერალს. მე არ მინდაო ჩემი შვილის იყო ეთერში უკვე ეს წლების წინ. ჩემი შვილის პედაგოგი იყოსო არატრადიციული რაღაცა. და იცი, მე ვთხარი რომ თქვენი შვილის პედაგოგი ჟანრი გავითვალისწინე. რომ აღმოჩენილიყო მეთქი ელტონ ჯონი. აქაც იმიტომ ვასახელებ მას რომ ცნობილია. ცნობილია.
უარს ვიტყოდით მეთქი და ძალიან დაიბნა. სისულელეში არ უნდა გადაგივიდეს, გესმის? არ უნდა გადავიდეს ეს რაღაცები და არა ნორმალ პოლიტიკის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო. ხებით? მე ზუსტად ვიცი რა შეიძლება მოუყვეს, მაგრამ დიდი ხანი ის ასაკი გავიარე, როდესაც მაინტერესებს ვიღაც სულელი, რა სიტყვის, აი, ქალბატონ თაკო თქვენ ტრადიციული ოჯახში გაზრდილი ხართ თუ რა შუაშია? რა შუაშია? როგორ იკადრებდა რომელიმე ვაჟკაცი? ჩემი ოჯახის წევრი, რომ ამ თემაზე საერთოდ რაიმე საუბარი ყოფილიყო. არ ვიცით. არ წარმოდგენა არა, მაგრამ ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა. იქ რაღაცა ხდებოდა, ცეკვა იყო, არ ვიცი რა, როგორ აგეხსნათ, მე საოცარი საღამოები მაქვს ნანახი და წარმოუდგენელი. იყო ესეთი წინვალე მოცეკვავე, ასევე ისიმბაევი, ფანტასტიკური მოცეკვავე იყო. ასე პოლიტიკის გამო დაეცე და შენ ადამიანებს მიაყენა შეურაცხყოფა, რომ დაიძრება ეხლა არმია და ვაიმე რა გვაშველება, ესე იგი ჩვენი ვაჟკაცები დათხოვდებიან. ეს არის პოლიტიკური ინფანტილიზმი. ან ხარ თაღლითი პოლიტიკური, ან პოლიტიკურად ინფანტილური ხარ. ან უბრალოდ არ მინდა ვთქვა, რომ დაბალი ინტელექტის კრეტინი ხარ რა, როგორ აგიხსნა. არავის არ აუპატიურებს ბატონებო. ქალბატონ თაკო ძალიან ბევრ თემას შეეხეთ ახლა. თუმცა დიდი სიამოვნებით გისმენდით. ოპოზიციაზე მიდოდა ცოტა მოგვიანებით გვესაუბრა, თუმცა რადგან დავიწყეთ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ოპოზიციაზე უფრო გაბრაზებული ბრძანდებით, ვიდრე პოზიციაზე. ხელისუფლებაზე მე მაშინ გავბრაზდი, როდესაც ოპოზიციაში წავედი. იქ წერტილი დავს, იქ გადავუსვი. მორჩა. და მე ეს ყველაფერი ამიტომ შევედი პარლამენტში, არასოდეს იცი, არც შევარდნაძის პერიოდში, არც თქვენ აი გადახედეთ მე, არც პარტიაში ყოფილვარ სადმე, ოდესმე. და არც მიფიქრია ამაზე. მე ამიტომ წავედი. მე რუსული კურსის შიშის გამო წავედი და სხვათა შორის გავკადნიერდები რა თემურ და თქვენთან ვიტყვი, რომ 2018 წელს, მაშინ როდესაც მე შევუერთდი აქაც დავძენ და ვიტყვი, რომ ეს ჩემი ინიციატივა არ ყოფილა. ბატონი სააკაშვილიდან წამოვიდა ეს იდეა და გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტობა იყო და ბატონ გრიგოლისგან. და მაშინ პრაქტიკულად მთელი იმ პროცესის თუ გახსოვთ 2018-ში სპიკერი ვიყავი. ძალიან დიდი შედეგი, მას შემდეგ ოპოზიციას. ასეთი შედეგი არჩევნებში არ დაუდია. მეორე ტური დაიდო. თქვენ გახსოვთ ალბათ ივანიშვილი თვალცრემლიანი, ხო? მეორე ტურის წინ. აბსოლუტურად. რატომ? იმიტომ რომ მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი და არ მივეცით მაშინ საშუალება, მივხვდით რომ მაინც ახერხებდა ბოკერიას იმ პერიოდის ნგრევის. მაშინაც ჰქონდა მცდელობები. მას უკვე ასე ვთქვათ, შუაზე გაჩეხილი ნაციონალური პარტია ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვერაფერი ვერ გვიქნა ძალა ერთობას. აი ვერაფერი. მივხვდით რომ დააყენა თავის კანდიდატი. მან ცალკე, ანუ ეს მაინც მოახერხა, მაგრამ აი ესეთი დიდი დარტყმა მაინც ვერ მოახერხა და ვერ მიაყენა. მას შეუძლია რაღაცა საქმე გააფუჭოს, მაგრამ აი ესე რომ თვითონ გავიდეს ამის ხარჯზე გამორიცხული და ეს ფუნქციაც აქვს ამ ცოლქმარს. ისინი განულებულები არიან ხალხის მიერ და მე საყვედურობ ოპოზიციაზე რატომ ვარ ნაწყენი? ხალხი რომ გაანულებს პოლიტიკოსებს, თქვენი მათ რატო აცოცხლებთ თქო? რატომ აცოცხლებთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ამხელა ზიანი მოუტანეს? აი ეს არის ჩემი წყენის დიდხანს რო გაგრძელდება ეს ამბავი. შენ არ მოგეწონა და ცუთხასიათზე დადექი ძალა ერთობამ რომ გაიმარჯვა პრაქტიკულად, ეს იყო დიდი გამარჯვება. მეორე დაიწყეს გრიგოლ ვაშაძის ლანძღვა. და რა ქონდა იმ კაცს, თქვათ, გასალანძღი. იმან ხო შენ ოპოზიციას მოგიტანა გამარჯვება. კითხვა ხომ ჩნდება. დაუწყე დაკვირვება. ვის ეწყინა ამ ძალა ერთობის გამარჯვება მაშინდელი? ვიღაცას ხომ ეწყინა ოპოზიციაში.
აი ოპოზიციაში ვისაც ეწყინა ვინ იყვნენ? თავისივე ბოკერია და მისი მეუღლე. რა თქმა უნდა. ამიტომ ვთქვი რომ ხალხნო ესენი გავიგე ვინ არიან. მე გავიგე ვინ არის ქართული ოცნება თავისი მართველი ივანიშვილით, ხო? მაგრამ თქვენთან შემოსული მთელი რიგი ტიპების ვერ გავიგე. და ესე მეთქი ბრძოლას ვერ მოვიგებთ. რატომ არ გაუხარდათ? ესენი ებრძვიან მხოლოდ ციხეში მყოფ სააკაშვილს. როგორც კი ხმას ამოიღებ, გეუბნები რომ შენ სააკაშვილის კონკრეტულად ამ პერსონალიტის დამცველი ხარ? არა. მე ვარ იმ პროცესის დამცველი, რომელმაც უნდა გამარჯვება მოიტანოს, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს რუსულ ორბიტაზე. ეხლა მოდით რატომ ვარ ასე დარწმუნებული. მე მიყავს ფაქტებით საუბარი. არასდროს არ ჩავაყენებ უხარ მდგომარეობაში არც საკუთარ თავს, არც ჟურნალისტს. იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება ან შენ გიჩივლოს, ან მე მიჩივლოს, ასე არ შეიძლება. ახლა ვიკითხოთ. უშიშროების საბჭოს მდივანი. ხომ იყო პოკერია? იყო. ციხის ბუნტის საქმეში ღიად სასამართლოზე. აი ხა ამ წამს შეგვიძლია ჩვენ YouTube-ი გავხსნათ, ხომ დევს ელენე თევდორაძის ღია ჩვენება. არის თუ არა დაკითხული? პოკერი. არა. მოდით მიყიდა თუ არა ამ ოჯახმა? ბრჭყალებში რუსეთთან მებრძოლმა, ვითომ მე დასავლეთ ოჯახმა პუტინის გაზპრომს ბიზნესი. გაზპრომი, კაცო გაზპრომი. დიახ. ხომ ვერ იტყვი რომ პუტინის არ არის? ხომ ეხა მე მგონი ესე იგი ბავშვიც მიხვდება ამას. კარგით. მუდამ ანგრევს თუ არა ეს ცოლქმარი დემოკრატიულ ოპოზიციის პროცესს ანგრევს. მე როგორც კი შემოვედი ოპოზიციაში, მთელი ჩემი რესურსი, ჯანმრთელობა, ყველაფერი მოვანდომე გამთლიანებას და ძალა ერთობა 2018 წელს რომ იყო ძლიერი საპრეზიდენტო არჩევნებში ასე არასდროს. როგორღაც გავკაჩეთ 2020 წელიც მოვახერხეთ. შევედით პარლამენტში. ყველაზე ბოლოს შევედით, გახსოვთ, მე პირველ ნაკადში არაფრით არ შევედი. იმიტომ რომ რას ვთვლი მე? იმას კი არა რომ არაფრით არ უნდა შეხვიდე, არა. ერთად უნდა მიიღო გადაწყვეტილება თუ შედიხარ, უნდა შეხვიდე, ყველა. თუ არა და ბოიკოტს თუ აცხადებ, მაშინ ბოიკოტი უნდა დაიჭირო. ჩვენ როგორ გამოგვდიოდა, იცი, არც ის. მაშინ მომგებიანი პოზიცია ისევ არის ხელისუფლების მხარეს გამოდის. ნუ შევედით ბოლოს. ვიბრძოლე. რა ვიცი, თუ ნახეთ, ერთი წამით არ მიცოღლუტია. ყველა ხტომაზე გაცნების გარეშე რუსული კანონის წინააღმდეგ ქალებმა მარტო მე არ ვიყავ, იცით? მინდა რომ დავასახელო. ხათუნა სამნიძე იყო, ხატია დეკანოიძე იყო, ყველა, აი რაღაც არ გამომრჩეს რა გეხოცებთ, რამდენიც თამუნა კორძაია, ანი წითლიძე, ნუ ყველანი ხარ, როგორ გითხ. ვიომეთ, ვიბრძოლეთ. მოვახერხეთ პირველი შემოტანა რუსული კანონის არ მივიღეთ. რაღაცნაირად აი ეს მოხდა. ყოველ შემთხვევაში დუღდა და ნუ რა ვიცი, რაღაცნაირად ბევრნი ვიყავით და რაღაცას ვერ ეოდით. სულ ვიყავი ბევრ რაღაცაზე თვალი და რაღაცნაირად დამიხუჭავს, იმიტომ რომ რაღაცას ერთობა ყოფილიყო. მაგალითად რაზე? მე ერთს კეთყვით, არასოდეს ისეთ კომპრომისზე არ წავალ, რომ რაიმე ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ შეიძლება ჩემი სახელის და გვარისთვის არ იყო მაგალითად სასურველი. მაგალითად გეტყვით 2020 წელს, აი ხა ადამიანის ის რომელიც დამეთანხმება აქ ჩემთან ერთად არის, 2020 წელს პირველი არჩევნები რომ იყო. თქვენ თუ ნახეთ, მე არ გავსულვარ ნაციონალური სიით. არასოდეს არ გავსულვარ ნაციონალების სიით. კანონით და სამართლით შევედი პარლამენტში, ბლოკი გავაკეთეთ სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად. აი, ხვდებით, აი რაღაცნაირად მე ჩემი რაღაც პრინციპები მაქვს. ამითი მე დავამტკიცე რომ მე იმიტომ კი არ მინდოდა მაშინ ნაციონალებთან. უბრალოდ 500.000-იანი დასავლური პარტიის
დაძირვა ეს ნიშნავს რომ 500,000-იანი მედასავლეთე გაწიო რუსეთთან ბრძოლის დროს იდიოტი უნდა იყოს რომ გააკეთო ძალიან მიკერძოებული უნდა იყო პოლიტიკაში რომ ეს გააკეთო თორემ მე გიმეორებთ ოპოზიციაში ვიყავი მაგრამ როცა რუსეთზე დადგება ხოლმე საქმე და 500,000-იანი ძლიერი პარტიის ბრწყინვალე ამორჩეველი ყავს სხვა შორის შეიძლება ბევრს სათავეში შეშლია რა თქმა უნდა იმდენ ვიყავი ოპოზიციაში რომ ბევრს ეშლებოდა მაშინ სააკაშვილის დროს მაგრამ რამდენი რამე გაკეთდა და რა ბრწყინვალე ამორჩეველი ყავთ პირუთვნელად მედასავლეთეები და ვეუბნებოდი რომ ხახნო რას აკეთებთ თქვენ ბრძოლას 500,000-იან პარტიას უცხადებთ და ვინ გრჩებათ ხელში მივადგეთ ხაზარაძეს მამუკა ხაზარაძე შეგრჩათ ხელში ხა მოდით ასეთი რამ ვთქვათ გავიხსენოთ მისივე ინტერვიუ აქაც რომ ვიღაცამ არ გვიჩივლოს იმიტომ რომ არ არის რა ნამუსიანი არ არის როცა ვიღაცას აი მე თვითონ არ მიყვარსო ჩემი რაღაც იმიდან ამონარიდი ამოაქვთ ბოროტად არ არის სწორი და კეთილსინდისიერი 2018 წელს მამუკა ხაზარაძე მეორე ტურის წინ ივანიშვილის თხოვნით სალომე ზურაბიშვილს დაუდგა გვერდით ხომ ეს ფაქტია რომელსაც მე მგონი ბრალს არ ვდება რა ახლა ვკითხულობთ ხაზარაძის ინტერვიუს ტევე პირველის ღია ეთერში იყო და წერილობითაც დაწერილი აქვს 2017 წელსო ბიძინა ივანიშვილმაო პირადი საუბრის დროს მითხრაო რა უნდათ ამერიკელებს ანაკლიაშიო უპს 2017 წელს კაცი რომელმაც გითხრა რომ ანაკლიიდან ამერიკელები უნდა გავიდნენ 2018 წელს მისი თხოვნით მის კანდიდატურას უჭერ მხარს და შენ გინდა ბორჯომი რომ მიყიდე რუსეთს თამარ ჩარკვიანმა დაგიჯეროს რომ შენ ხარ მედასავლეთე არ ვწუხდები ვღელავ აი რაზე დამიხუჭავს თვალი აი ამაზე გაერთიანებაში რომ დავინახე იცი რა იზი კუპრაძე იყო იქ ახალგაზრდები იყვნენ ანა ნაცვლიშვილი დავინახე ვიფიქრე იქნებ აი ამ რაღაცა ახალგაზრდებმა გადაზლიონ იცი მე ყოველთვის ფორას ვაძლევ აი ამ რაღაცა ახალგაზრდულ ასაკს უნდა მისცე ფორა აუცილებლად მე აი ამის მომხრე ვარ აი ამაზე დავხუჭე თვალები და რაღაცნაირად პარლამენტში რო იყვნენ შემოსულები სულ ცდილობდი რომ აი ესენი რაღაცა ისე ყოფილიყვნენ იმიტომ რომ ჩემი სიმპათიები რაღაცა ვიფიქრე აი ეს ბავშვები მე დღემდე არაფრთ არ მიცემ თავისუფლებას რომ მაგალითად ვიფიქრო რომ ანა ნაცვლიშვილი არის რუსეთის ესე იგი მომხრე გამორიცხულია ვერ არ შემიძლია ეს ადამიანზე ამას დიდი ბრალდება ჩემთვის არ არსებობს ამაზე დიდი ბრალდება არ შეიძლება ქართველი მოქალაქისთვის იყოს მე ასე ვარ გაზრდილი როგორ გითხრათ ამიტომ ქალბატონთან პირადი საუბრები არ გქონიათ როგორ რა თქმა უნდა აბარა მე სანამ რაღაცას გამოვიტანდი სანამ ცოტა მოვცილდებოდი და დისტანციას ავიღებდი ამათგან რა თქმა უნდა მქონდა აბარა რაზეა საუბარი ერთს რომ გეუბნებიან და გეთანხმებიან მე მეორე წუთში ჩერგოლეიშვილის დავალებებს ასრულებენ და ეგრე ჩემთან თამაში არ გამოდის გამორიცხულია ჩემთან ეს არ გამოვა იმიტომ რომ ვერაფრით ვერ აღმოჩნდები ვიღაცი ჩანერგილის დავალების შემსრულებელი არ აღმოჩნდები გამორიცხულია მე მირჩევნია იმ გამოუცდელ ახალგაზრდა ბავშვს ვემსახურო რომელიც აუცილებლად მისგან ნამდვილისგან გულწრფელისგან აი რა ბიჭები და გოგოების ხედან მეტირება ხოლმე რა გეფიცებ ცუდად ხვდები ქალბატონ მზია ამაღლობელი არ ვერ გავივლი რა თქვა რაღაცა ესე იგი ამ ხელად ცემატყეპას ვუყურებთ და ქალბატონ მზია ამაღლობელი ციხეშია პიანისტი ბიჭი ყავთ იქ მე ჩემი შვილი ირმა პიანისტი რო ამიტომ განსაკუთრებული რაღაცა ისა მაქვს იცით განწყობა კიდევ იმ ბიჭისადმი 21 წლის ბიჭი უნდა გამოიყვანო მთლიანად წყობიდან რომ პიანისტი ბიჭია ესე იგი დაიჭირო და რა გახდა ამდენი ხანი ამდენი ახალგაზრდა პოლიტპატიმრისი ყოფნა
რით არ დასრულდა მათი ესე იგი დრო რა ავაზაკები ნახეს ამ ბავშვების სახით უწესიერესი ადამიანები არიან ვიღაცა თუ თulis რომ პოლიტიკურად რაღაცა ერთი წამით ამ კუთხით შევხედოთ დაუშვათ შენ თვლი რომ რაღაც შეხონდა მიხვდე რომ ამდენი ახალგაზრდის ციხეში ყოფნა ელემენტად უჭყუობა უტვინობა სად წავა ეს ბუმერანგი სად წავა იმ შობლების ნერვიულობა ჩაგუბებული ობიექტურად ჩაგუბებული ბოღმა ობიექტურად ის ბუმერანგი უკან წამოვა აუცილებლად დატრიალდება ვარიანტი არ არის გამორიცხულება სულ ვეუბნები ხოლმე ეხაც მაგალითად ერთი სიკეთე კიდევ რაც მაქვს გაკეთებული მართალია მოსმენაზე გავიდა თუ გახსოვთ ის კანონი მაინც ვამაყობ ამითი რომ გავიდა პირველი არ ხდება ხოლმე მე რა თქმა უნდა დაბლოკეს ამნისტიის კანონი შევიტანე ჩემი იქ ყოფნის დროს ჩემი პროექტით შევიდა ამნისტიის კანონი რა თქმა უნდა დასამუშავებელი იყო მაშინ ვუთხარი ყველა პარტიას ოპოზიციას ერთად დავსხდეთ მეთქი სულ ყველა და ერთად შევიტანოთ ასე ვთქვათ შესწორებები და ძალიან კარგი იურისტებთან ერთად ვიმუშავე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს აბსოლუტურად უნაკლო იქნებოდა. ამნისტიის პროექტი ძალიან რთული პროექტია. ხვდებით, იმიტომ რომ იქ ვიღაცა სადღაც პედოფილია, სადღაც რაღაცა, ამიტომ ყველაფერი გასათვალისწინებელია, გარკვეული ფორმებით, ამიტომ დავიხმაროთ ერთმანეთი მეთქი და კარგი პაკეტი გავაკეთოთ, სერიოზული პაკეტი ამნისტიის, რომ ეს რაღაცა, თქვათ, თუ არ ითვალისწინებს რაღაცა უმძიმეს დანაშაულებებს, რაღაცა აპატიეთ მანიაკურ რაღაცებს, აი, სადღაც მდე ითვალისწინებდეს. რაღაცა მოსმენა საბჭოს, რასაც ვეძახით, დიდი, ასე ვთქვათ, მოსმენა იყო კომიტეტის და პირველ მოსმენაზე გავიდა, რაც ყველასთვის საკვირველი იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო იმ პერიოდისთვის ბატონი რომან გოცირიძის და თამუნა კორძაიას მხარდაჭერა. იმიტომ რომ ისინი არიან გამოცდილი, ასე ვთქვათ, იურისტები, მე არა ვარ პროფესიით იურისტი, ამიტომ ორ, ასე ვთქვათ, ჩვენი პარტიის იურისტთან ერთად ვიმუშავე, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან, როგორი გულწრფელობით დააგვიჭირეს მხარი. მაშინ მინდა გითხრათ, პირველ მოსმენაზე რამაც რაღაცა იმედი გამოკრთა მაშინ მახსოვს, გამიხარდა მე ნუ ჩავარდა რა თქმა უნდა ის კანონი. ეხლა ამბობენ რომ შეიძლება მიიღონო, ვითომ აგვისტოს თვეშიო. მიიღონ ამნისტიის კანონი. მიიღონ ამნისტიის პროექტი. იმიტომ რომ რა სადღაც უნდა დასრულდეს, სადღაც უნდა ეს ღვარძლი და ბოღმა რაღაცნაირად შეწყდეს. არ შეიძლება ცოტანი ვართ ამისთვის. თქვენი აზრით ეს კანონი და ეს პროექტი შეეხება მიხეილ სააკაშვილს? უნდა შეეხოს. აბარა, რა თქმა უნდა შეეხოს. ძერსირცხლი არ არის. აი, მოდით ახლა გადავდოთ ყველაფერი. რუსეთთან დაპირისპირებული პუტინის ნომერ პირველი პატიმარია. ამდენი ხანი რომ გიზის ამ ციხეშიაც. რა არის რა უბედურება, რა სირცხვილია, ეპოქალური სირცხვილია პირდაპირ გეუბნებით. საშინელება ამბავია. მინდა კონკრეტულად ახლა მიხეილ სააკაშვილზე გკითხოთ. ეს თქვენ რა იბრძვით და მხარდამჭერი ხართ მიხეილს. პირველი კითხვა, მითხარით თავიდან რომ მიყავით ოპოზიციაში მის დროს. რატომ მიყავით ოპოზიციაში? ანუ რა მიზეზი იყო? გირგვლიანის ამ დროს თემა იყო. სწორად ვიყავ. ბევრი რამ, რასაც მაშინ გარკვეული ადამიანები, ოღონდ კიდევ მე გულწრფელად, მართლა გულწრფელად ვინც ვიბრძოდით, ვამბობდით, ნეტაკი უფრო ახლო მცნობოდა ეს ადამიანი. არ ვიყავით ჩვენ ხო ესე დაახლოებულები. ნეტა უფრო ახლო მცნობოდა რაღაცნაირად ბევრ ალბათ საინტერესო რაღაცას. ესე არ არის იცით რომ გაითვალისწინებდა. მე მას ციხეში ერთხელ ვესაუბრე, ერთადერთხელ მე მას ვესაუბრე, როდესაც რუსთავის ციხეში იყო. ძალიან საინტერესო პიროვნება. ძალიან რთული, მრავალწახნაგოვანი, ძალიან საინტერესო, უნიჭიერესი ადამიანია.
შეცდომები არ ქონია, როგორ არ ქონია? ბოკერია და ბურჯანაძე რო გეყოლება გვერდით. შეცდომა არ არის? აბა რა არის? ვერ გავიგე, არ გადამრიო. უშიშროების საბჭოს მდივნად. ყავდა ბოკერია. ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა მიუტანოს ყველა დაკეტილი სივრცის ამბავი. ნახეთ, ეხლა ამას თქვენ იმიტომ ამბობთ, რომ სააკაშვილს ამართლებთ არა. არავითარ შემთხვევაში მე ობიექტად რეალურ პოლიტიკაზე გესაუბრებთ. პენიტენციალური სისტემა ძალიან ჩაკეტილი სივრცეა. ძალიან ჩაკეტილი. იქ თუ ვიღაცა გარედან მაღალჩინოსანი შეკრულია ციხის მაღალჩინოსანთან, ძალიან რთულია იქიდან ციხიდან ამბების ასე ვთქვათ, მაღალთანამდებობრივ დონეზე გამოტანა. ხვდებით რას ვამბობ? გულისხმობთ, რომელიც რა თქმა უნდა, უშიშროების დივანი ყავდა ბოკერია. კითხვას ვსვამ, ადამიანებო. შეგვიძლია ვთქვათ. კითხვას ვსვამ, რომ ასეთი უბედურებები იცით მე შორს ავარ იმ აზრისგან, რომ დადგმული იყო, რა თქმა უნდა იყო დადგმული, მაგრამ ნუ რა ვიცი ციხის კადრებიო, რა ვიცი ელიზბარაშვილი, ხო, ცოცხების. თქვენი აზრით ეგ კადრები ბოკერიამ გამოიტანა? არა. მაგის თქმა არა, გინდათ? ამის თქმა არ მინდა ნამდვილად მე როცა არ ვიცი რაღაც ვერ დავაბრალებ. მე ვამბობ, რომ ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიქონდა ამბები პირველ პირამდე. ხომ არ შეიძლება მაგალითად პროკურატურის 60,000 კეისი იცოდეს ერთმა პრეზიდენტმა. ხო შეუძლებელი ამბავია. ხო? თუ ვიღაცამ რაღაცა სადღაც არ მოგიტანა ინფორმაცია, ეგრე როგორ ხდება ხა? მე ვფიქრობ მუშაობდნენ, რომ განსაკუთრებული დიდი ტალღა ზიზღი წასულიყო სააკაშვილის მიმართ. იმიტომ რომ რუსეთმა იცოდა რომ ის დაპირისპირებული პიროვნება იყო. მე ესე ვხედავ. აი ნახეთ რა დეტალი მინდოდა მე თქვა. თქვენს რომ დადგმული იყო. ხო თვითონ ელიზბარაშვილი გამოვიდა, მანამდე ის ბედუკაძე გამოვიდა, რომ იყო. მაგრამ ეხა მე არ მინდა არ მიყვარს ხოლმე. იცი ყველაფერი დადგმული არა, ყველაფერი დადგმული თუნდაც იმიტომ არ იყო, რომ ციხეში каранტინი იყო და каранტინი რომ არის ციხეში, ეს არის საშინელება და არ უნდა იყოს. ხო მივხვდით რა არის каранტინი, ეს კორიდორს აკეთებენ და პატიმრებს ურტყამდნენ, კი იყო ამის ფაქტები. უთუოდ იყო. იცით რა მაქსიმალურად მინდა რომ აი როგორც ვგრძნობ გულწრფელად ისე ვისაუბრო, მაგრამ ახლა ცოცხები დადგმული იყო. ეხლა ვიღაცა ეტყვის, თქვენ ეს რაღაცა გჯეროდათ, რაღაცა ხო? ვისაწყობ? რაღაცები გჯეროდა, აბა არ გჯეროდა. შოქში ჩავარდით, ციხის კადრები რო გავიდა ეთერში, გეფიცებით, აი შოკი იყო. გდანის ციხისკენ წავედით სუყალა, რა ვიცი, რა ჯანდაბა გვინდოდა იმ გდანის ციხეში, მაგრამ ეს იყო რაღაცა გეგონება ვიღაცას უნდა მიშველებოდი. ამ დროს გამოდის ბედუკაძე, გამოდის ის კილაძის ქალი. რომელიც ახლა ციხეშია და თურმე რო დადგმული რო იყო ამათ წოდნიათ ერთად დაუდგამთ. ნუ ეს არის ხახნო, რა ვიცი, ნუ აი თავში რომ მოგივა უკვე ვერ ახარ ჯანმრთელი, ნუ როგორ აგიხსნათ, არ ნორმალური არ მგონია ეს ამბავი. ის რომ შენ გააპროტესტო უბედურებები ეს ნორმალურია, მაგრამ ის რომ ასე ხმის ტემბრით არც მინდა ის ხმა რომ ახსენდება და თურმე ბედუკაძის ხმა ყოფილა თუ ვიღაცის ხმა, მე მაგალითად ფსიქიურად ნორმალური არ მგონია, ნუ როგორ აგიხსნათ, არა ჯანმრთელი მგონია. აი ამ ტიპის პოლიტიკა მგონია არა ჯანმრთელი, გესმით და ვერ მიგებენ ხოლმე ბევრნი, ან არ უნდათ რომ გაიგონ. ეს ორივე მხარეს ეხება. გავიგე ბატონებო. და იმიტომ ვარ ოპოზიციაში, რომ არ მომწონს რუსეთისკენ მიმავალი ქართული ოცნება. ქალბატონ თაკო, ვინ არის დღეს თქვენი აზრით ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლება დასახელდეს პრემიერად? არავის ვერავის ესე ვერ დავასახელებ, გამორიცხული ამბავია. მიხეილ სააკაშვილი რომ გამოვიდეს ციხიდან, უნდა გააგრძელოს პოლიტიკური კარიერა? იცით რა, საერთოდ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი მუდამ უნდა იყოს. უნდა შეუძლებელია ეგეთი კაცი დაკარგო. რა როლი უნდა ქონდეს? ესეთი, ნუ არ ვიცი ხა, ეს როლს იცი მაინც ყოველთვის ხალხი მოგარგებს ფინალში. მე ვფიქრობ, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება, რომ უნდა იყოს ორი აზრი არ არის, რაშია იცით საქმე, როგორ გითხრათ? მას ყოფნის ის ჭკუა.
და არის იმ ინტელექტის ადამიანი, რომ ზუსტად იცოდეს რა როლით გამოადგეს თავის ქვეყანას. მაგრამ ის როლი, რითიც შეიძლება ამ გაუბედურებულ ქვეყანას გამოადგეს, იმ როლის დაკარგვა არის შეცდომა. თქვენ თუ მეტყვით, რომ დამისახელეთ რომელიმე ლიდერი, მოდი ამას არ დავასახელებ და ვიტყვი ასეთ რაღაცას. პარიტეტზე უნდა შეიკრიბოს სრულიად ოპოზიციური სპექტრი. ყოველგვარი პარტიული, პრემიერული და ასე შემდეგ დასახელებებით. ერთი დიდი ყულაბა გაკეთდეს, უზარმაზარი. ხო, დიახ, ეხლა მივმართავთ. ხო, საკუთარ თავის გადასარჩენად უნდა გაკეთდეს ეგ ყულაბა, რომ მოხვიდეთ თანამდებობებზე კი არა. ქვეყნის გადასარჩენად და საკუთარი ცხვირპირის გადასარჩენად. უნდა გაკეთდეს დიდი ყულაბა, რომელიც დაიდება პარიტეტულ უფლებებზე ხალხისთვის ბრძოლაში, რომ მორჩება ყველაფერი და შეიცვლება ის ხელისუფლება, რომლის მიმართაც მე პირადად პრეტენზია მაქვს, რომ შენ რუსეთისკენ იყურები და შენ არ ხარ კაი კაცი, ამიტომ რომ შეცვლი მერე კეთილი ინებე, შეცვლილი სისტემის დროს მობრძანდი ოპოზიცია რო გქვია, რაც გინდა ის დაერქვი X, Y, პეტრება, მიდი იმ შეცვლილი სისტემით საარჩევნო ყუთთან აგირჩევენ შენ. აგირჩევენ. არ აგირჩევენ, ესე იგი არ აგირჩეს. აი ამისი არ უნდა გეშინოდეს ოპოზიციონერი რომ ხარ. თქვენ ვის აირჩევთ? იმ ყუთში ვის სახელს მოხაზავთ? აი გულწრფელად მინდა რომ მიპასუხოთ. არ ვიტყოდი ასე რა. არ მინდა. მიხეილ სააკაშვილს. არა, არ ვიტყოდი ასე არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ცუდი იქნება ქართული პოლიტიკისთვის. თორემ რა თქმა უნდა მე ჩემი რაღაცა ასე ვთქვათ, მონახაზი მექნება, მაგრამ არაფრით არ ვიტყვი, აი პარიტეტზე გესაუბრებით და მე როგორც კი ახლა ამას ვიტყვი, ეს იმავე წამს იგივე შედეგს მოიტანს, რაც იყო. არაფრით, აი არავინ და არაფერი. სწორი, სუფთა, გაკრიალებული ველი, მე ახლა ვერ გამოვცვლი პოლიტიკურ ველს, ის თაღლითებიც იქ ჩარჩებიან, ბევრნი, ვერაფრით ვერ გაწმენ და ესე გამორიცხული ამბავია, თუ მაინც ისეთი მკვეთრი მოღალატე არ არის, თქვათ, როგორიც მაგალითად, ესე იგი, რუსეთუმე გამოკვეთილი თავის პროგრამით, რომელსაც ესე იგი გორს ჩვენ ბომბავდითო კაცო. თუ თქვათ ასეთი არ არის, ხო ეს რაღაცა, აი როგორ გიხართ, შემზარავი რაღაცა, როგორ გითხართ, კოკოითური გამონათქვამი, ესე იგი, აბსოლუტურად, ხო? ნუ რა ვიცი. ასეთი აი სწორი სუფთა გაკრიალებული ველი კი ბატონო შიგნით ვიღაცა მოწონს მე ის არ მოწონს პეტრე მაგრამ ველმა უნდა იარსებოს მე არავის არ დავასახელებ არსებული უკვე არის შეიძლება კიდე რაღაცა ვიღაც შეიქმნას და გამოჩნდეს და მე ძალიან გამიხარდება ეს თუ იქნება თუ წამოვლენ ვიღაცეები ცოტა უფრო სუფთები და სადღაც ერთი ამბავი იქნება ერთი რაღაცა შეიკრება ეს ძალიან საინტერესო რამ იქნება მაგრამ გასუფთავებული საარჩევნო სისტემით კეთილი ინებეთ ოპოზიციონერებო და პარიტეტზე მიბრძანდით გამოცვლილ საარჩევნო ყუთთან ჯერ უნდა გამოვცვალოთ სასამართლო პროკურატურა, სისტემა საარჩევნო და მერე უნდა მიხვიდეს საარჩევნო ყუთთან, რომ გამოცვალო სრულიად საქართველო, რომელსაც დავარქვათ ხალხი და ვინ აფინანსებს შენი ჯიბიდან პეტრე ივანე პავლე შენ დიდი ფული გაქვს დიდ ფულს დებ შენ დიდი ფული გაქვს დიდ ფულს დებ შენ არა დიდ ყულაბა კეთდება სწორი დამოკიდებულება იმიტომ რომ სისტემა უნდა შევცვალოთ ჩვენ სისტემა იცვლება მდიდრების ხარჯზე რა თქმა უნდა აბა როგორ ქვეყნისთვის არ უნდა გაიღო მე გეუბნებ ვისაც აქვს მეთქი არ უნდა გაიღო მაინც რო გაიღებ უნდა მოხვიდე სათავეში ეს პირობაა მოიცა მდიდარია საქართველოში მდიდარი, იცით როგორი ამბავია? არ მინდა შევეხო, ვინ როგორ გამდიდრდა 90-იანებში. უკაცრავად ჩვენ ხარჯზე ხო არ გამდიდრდნენ შემთხვევით. მამაჩემ ერთხელ მოტრიალდა. და გავკუპონდითო იხუმრა. რატო ვთქვი მამაჩემი? ესეთი მამაჩემი ბევრის მამაა. ბევრი მწერლის, ბევრის მსახიობის და ჩვენ რა გვებადა სახში? მე სანამ ოჯახს შევქმნიდი, მანამდე ლაპარაკობ, მე მეუღლე ბიზნესში მყავს, მაგრამ მე ვსაუბრობ
ჩემს კუთვნილ მდე ოჯახზე. თუ რამე ებადა ჰონორარი ილექებოდა, კომუნისტების დროს როგორ იყო? ჰონორარი დაილექებოდა, იქნა სრულად ვერ გამოიტანდი. ნაწილის გამოტანის უფლება. ხო და რამდენად კარგია ეგ? კაცო, მე კი არ ვიცახი რომ დაატერორე მეთქი. მე ვამბობ სურვილით, შენ სურვილი თუ გააქვს ბიზნესმენს რომ შეცვალო ხელისუფლება, ფული უნდა დადო ხალხის ყულაბაში. მეტი არაფერი არ მithქვავს. დაარეკეტეთ ხო კი არ ვამბობ თემურ. მე მინდა სწორად გაიგოს მენელმა. საქმისთვის უნდა დადო. ესენი ფულს დებენ რომ დავდება ფულს და მომიყვანე პრემიერად. ეგ ხო ქნაა უკვე კაცო ივანიშვილმა. აი გესმით თემურას ვამბობ. აი თქვენ იმიტომ მომწონს მე თქვენ ხა მე მიმიყვანეთ ძალიან სწორად ისე თქმაც მინდოდა. არავითარ შემთხვევაში მე არ მინდა სვენელმა გაიგოს რომ დიდრები დავატეროროთ. როგორ ეგადრებათ? აქ არის ლაპარაკი, რადგან პოლიტიკაში მოხვედი. შენ გაქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, რა თქმა უნდა ფინანსები საჭიროა ვიმეორებ რისთვის, ჯიბეში რომ ჩაუტენო კი არა. არა, წყალი რომ მიიტანო აქციაზე და სამარშრუტო ავტობუსი გადასაფარებელი რომ მოიტანო. ახლა ვიცი რომ ლეიბები არ მოგწონთ და მოდით გადასაფარებლად ვიტყვი ბატონებო. ხვდებით, ეს ყველაფერი ატრიბუტიკა იყო და არ გლიცინებდნენ ამაზე ეროვნული მოძრაობის ისე ისწრებდნენ თუ ეს მართლა გინდათ. მე ვფიქრობ რომ თქვენი კონკრეტულად თქვენი კი არა, ოპოზიციის პრობლემა და მთავარი შეცდომა არის ის რომ ოპოზიცია რომელიც დღეს ხმამაღალია რომელიც საუბრობს თითქოს მუშაობს მხოლოდ იმ ხალხზე ვინც ცხოვრობს თბილისში. აი რეგიონებში რამდენად აქტიური ბრძანდებით ოპოზიცია რეგიონში მაცხოვრებელ ხალხში. ხო და მე თქვენ ინტერვიუ დავიწყე მაგ გოიმობით. ეგეც ცნობური გაჯობაა. და მცდარი სხვა ჩერს. თბილისი ისეთი ქალაქია, იცი? ვიღაცას გონია. გონია, რომ მაჯისცემას არ გრძნობს და თბილისი გრძნობს ყოველთვის მაჯისცემას. თქვენ მითხარით რამდენად მოშორდითო. მე აიხლა რაც ცოტა დისტანცირება მოვახდინე, აი მაშინ უფრო შევიტყვე სხვა ქალაქებში? რა თქმა უნდა. ხო და ნახეთ, რა თქმა უნდა, უფრო გულწრფელად გამეხსნა ასე ვთქვათ ამომრჩეველი. თქვენ მთეთ ახლა. აქამდე რატომ არ ხდებოდა, რომ აი უფრო გულწრფელი იყო და უფრო მეტად ჩაერთო რეგიონებში? ისა მე ვერ გეტყვი, ჩვენ როდესაც გავედით ორი უმცირესი არც გიორგის პარტია იყო დიდი, ხო, სტრატეგია აღმაშენებელი და არც ჩემი ახლად შექმნილი პარტია კანონი და სამართალი, ხო იცით, ყუილებს ვერ ვიტან. აი ფიზიკურად როგორ იქნებოდა დიდი პარტია, როდესაც მე აბსოლუტურად მთელი ჩემი რესურსი მოვანდომე იმას, რომ მოძლიერებულიყო დასავლური ვექტორის პარტია ნაციონალური მოძრაობა. ვიღაცას უკვირს ალბათ რატო ამბობ ესეო. იმიტომ ვამბობ რომ არ შეიძლებოდა რუსეთთან ბრძოლის დროს 500,000 მედასავლეთე დაძირულიყო. არ იყო ამის დრო, ეს იყო შეცდომა, ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. ხვდებით? ამიტომ მე მერჩივნე, ხა ამირჩევდნენ, არ ამირჩევდნენ, ამით არაფერი არ მოხდებოდა. ისე მოხდა რომ აი ზუსტად რაიონებში სიარულით ჩვენმა ორმა მცირე ზომის პარტიამ მოვახერხეთ და ჩვენი საკუთარი არანაციონალების ასე იგი დახმარებით აბსოლუტურად როგორ დაგეხმარება მისი ხმაა ხო მოვახერხეთ და გავედით პარლამენტში შევედით ასე რომ ჩვენ დავდიოდით სწორედ მეტი ხმებისად გქონდათ აღებული ჩვენ თბილისში. სხვა ჩერს მე ვთვლი რომ თბილისში კარგად მივდიოდნენ, რატო ეხავე გეტყვით? და ნაციონალურ მოძრაობასაც თბილისში ქონდა. თბილისში ქონდა. და საინტერესო რაღაცას გეტყვით, ნახეთ? საინტერესო რაღაცას გეტყვით. ნაციონალურ მოძრაობას ის კანდიდატურა, აქაც მოვიშველება ადამიანს და მოვიშველება ერთ-ერთ ნაციონალურ მოძრაობის ძველ ლიდერს დათო კირკიტაძე მაგალითად ეთერში თქვა რომ მე ვემხრობოდი ალიკო ელისაშვილსო მე არ მახასეთებს ტყუილები მე რომ გითხარით თქვენ რომ ჩემი კუთვნილი ხმებით გავედითქო აი თუნდაც ეს გამონათქვალი მე ამტკიცებს ეხა ისეთი ლიდერი ნაციონალურ მოძრაობის როგორიც დავით კირკიტაძეა და ხვდებით ალბათ მისი
გარემო ემხრობოდა ალეკო ელისაშვილს და კიდევ იქვე იყო ჩემს წინააღმდეგ სერგეენკო და ბადრი ჯაფარიძე. რა თქმა უნდა ვთვლი რომ კარგად გავედი. მიხდით რას ვამბობ. მაგრამ რაოდენობა, ეს მაინტერესებს. ეს ხომ უნდა იყოს მაგალითი და მაჩვენებელი მისი, როდესაც შენ უფრო მეტ ხმას იღებ თბილისში, ვიდრე რეგიონში. ანუ რა გამოსწორ, რეგიონში გაკლია შენ რაღაც უფრო ან პიარი, ან უფრო მეტი. როგორ გითხრათ, რაღაცა უბნები კარგად მოდიოდა, მახსოვს, მე არა მაჟორიტარი, არამედ პარტიის ბლოკით, თქვენ მე ბლოკს მეკითხებით. მაგალითად იმერეთით კარგად მივდიოდით, ძალიან, ქუთაისით. ძალიან. მაგრამ ჩვენ დავდიოდით. მაგალითად ეხა მე ერთ რაღაცას გეტყვით. ეხა რატომ მოვიტანე მე გრიგოლ ვაშაძის მაგალითი. აი აჭარის ზემოსოფლებიდან. აი მისმენენ აჭარლები თქვენ გენაცვალეთ, მე ძალიან მიყვარხართ. როგორ საოცრად მახსოვს ის შეხვედრები. და ზემო აჭარაში ვიყავით სოფლებში. არ დაგვიტოვებია გრიგოს ქონდა ეს, იცი, როგორ გითხრა და თან ქონდა გადამდები თემა. ეს რაღაცა რომ არა ხო იქაც უნდა რაიონებით და მინდა შედეგი დაიდო. და იმიტომ მე გეთახმებით თქვენ. ჩვენი პატარა პარტია და სტრატეგია ბლოკით აი რაიონებში სიარულით გავიდა და მოიპოვა. თორე წესით ჩვენ ვერაფერსაც ვერ მოვიპოვებდით. იმიტომ რომ ორი უზარმაზარი პარტია ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ეს იყო ნაციონალური მოძრაობა და ის რა ქვია, ქართული ოცნება ხო ხდებით რას ამბობ. მაინც მოხერხდა მეთქი. და რაც შეეხება ხაზარაძის პარტიას ჩვენ ხანამდე იმხელაფული არ გქონია მე პირადად სასაცილო იყო. ნახეთ ახლა რა მინდა გავაგრძელო ეს. არც ერთი ბილბორდი არ გამიკეთებია, იცით, ჩემი პრინციპი. არც იყო დატოვილი რეალურად ბილბორდი. ისედაც უხერხული იყო ძალიან. ეხლა რა ბილბორდით უნდა გამოცხადებოდი ჩემ ქალაქში, არ მაინტერესებს ბილბორდი პირდაპირ კეთდი. ნახეთ, როდესაც აი ახლა ანალიტიკაზე მინდა მივიდე ციფრებზე. ქართული ოცნება სადიგებს ყოველთვის რეგიონებში. ხომ ასეა? აი მითხარით თუ არასწორს ამბობთ. ხო და აი რატომ არ სხვა ოპოზიციის წევრები არ გამოვლენ ამ TV პირველი სტუდიიდან, თავის Facebook-ებიდან გარეთ, წავლენ რეგიონებში და რეალურად დაიწყებენ იმ ხალხთან. იმიტომ არ არიან მეთქი რეალური ოპოზიციონერები და ფეიქ ოპოზიციას ეზარება შეწუხება. მაგაშიც გეთახმებით, მაშინ ვინ არის რეალური? ეს არის მიზეზი. ვინ არის რეალური? არიან შიგნით ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტებას ესე ვერ მიიღებენ. პარტიაში ნახე რა ხდება. ლიდერებზე აი დაგისახელება მაგალითად რამდენიმე, ხო, რომელიც მომწონს. ის ეხლა მარტო ვერ იბოდიალებს და საერთო გადაწყვეტილებას იღებს ის, ვისაც მაინც ფულის შემომტანია შენ პარტიაში, ხვდებით რას ვამბობ და ეს არის შეცდომა, მაგრამ განა შეცდომაა. არ იღებენ თემურ გადაწყვეტილებას. არ აწყობთ, რატო? იმიტომ რომ არ არიან ნამდვილები, ნამდვილი იბრძვის. ნამდვილი იყო და დადო იმ კაცმა მეორე ტური. მოწონდათ თუ არ მოწონდათ ჩვენ სააკაშვილი ნამდვილი მებრძოლი იყო, აბა რა. სააკაშვილი შეიძლება ბევრი მოწინააღმდეგე ყავდეს, უზარმაზარი შეცდომები დაიდოს მისი მოღვაწეობის დროს. შეგიძლიათ დამისახელოთ 3 მთავარი შეცდომა. დიახ. გირგულიანის თემა, შეცდომა, პირველი თემა, დაგვიანებით დაჭერა ვიღაცების, კარანტინი შეცდომა, ციხეში შეცდომა, კადრი, რომ მაპატიეთ, ესე იგი, საქართველოა ეს და ვიღაცის, როგორ გითხრათ, ხელოვნურ რაღაცებზე რო ლაპარაკობენ, გაყვინიზებული, ზემოდან მაყურებელი, ფეოდალური დამოკიდებულებით, არამიშა, სხვა ჩემს მიშასაც არ ქონდა, აბსოლუტურად სახალხო ტიპაჟია. მაგრამ შეხედეთ ვინ ყავდა გვერდით, ხახნო რა, შეცდომა, მე გითხარით უკვე თქვენ. არა ხო, ხალხის შეცდომა არ არის, ეხა მისი კადრი, თანამდებობის პირები, შეცდომა არ იყო ხახნო? აბა რა იყო, ვერ გავიგე. ეხა ამდენი ვიღაცის დაჭერა, მაგალითად ერთი პერიოდი თქვენ გახსოვთ 30 ახალგაზრდა ქალი რო დაიჭირეს გადასახადის ამბავზე დიდი ამბავი ატყდა, ხო? შეცდომა იყო. იყო შეცდომა, იმიტომ რომ ახალი დაწყებული სახელმწიფო იყო და მე მესმის რომ შენ გჭირდება რაღაცა რომ მაგარი ხელი, მაგრამ როდესაც იმ ძველ სიტუაციას მიჩვეულ ახალგაზრდა ქალებს, რომელსაც რაღაცა თითო პარკი გასაყიდით, ანსაცმელი მოაქვთ და მერე იმათ მოუწიათ ბინების გაყიდვა. ხო, მაგდროს მრჩეველი უნდა ყოფილიყო ვიღაც და უნდა ოდნავ გარბილებულიყო პოლიტიკა.
ხვდებით? საქართველოა ცოტანი ვართ ძალიან იმისთვის რომ ქალები აღმოჩნდნენ სავაჭრო რაღაცა ესე იგი ჯარიმებით და ის ჯარიმები ისეთი იყოს რომ რო ვერ იხდი ამოლპეს ვიღაცა ციხეში. შეცდომა იყო, რა თქმა უნდა შეცდომა იყო. ხვდებით რას ამბობ? აი ბევრი შემიძლია ჩამოთვალო, მაგრამ ნუ ეხა ვერაფრით მის სახელმწიფო შექმნა ხალხნო ამ კაცმა. ამ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ესე იგი რა ვიცი გაუბედურებულ მდგომარეობაში. ციხეში კაცრავად ეხა. მე დავასახელე შევარდნაძე რომელსაც მივიჩნევთ ძალიან დიდ პოლიტიკოსად, მე არაფერს არ ვუშინდები რომ ვამბობ. მივიჩნევ დიდ პოლიტიკოსად იმ შედეგის გამო, რაც მას მოტანილი აქვს, გულისხმობ იგივე ევროკავშირს, ხვდებით რას ვამბობ და იგივე ჯარების გაყვანის დაწყება არ გამომრჩეს. დაიწყო იმ კაცის დროს და რა თქმა უნდა, მიშას დროს ამან მიიღო აბსოლუტურად ფეიერვერკული რუსის ჯარის გაყვანა, პროექტი ხომ დაიწყო რა. მე მიხარია რომ დაიწყო იმ დროს რა. ამიტომ ყველა პრეზიდენტს კოცაღან გითხარით, სამი პრეზიდენტს მიზანი საქართველოსთვის ჰქონდათ დასავლეთისკენ გადადგმული. რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? მაგრამ რა განა იმ წლებში გულისხმობ აი ნავთქურების დროს კახათარგამაძე რო იყო, რა ხალხი არ ცვიოდა ციხიდან? და ემოდეს შენობიდან ფანჯრებიდან წვიოდა ხალხი ხო ანუ იცით რა ძალიან ბინძური რუსული სისტემა რომელიც ეს ერთი ხელის მოსმით ვერც სააკაშვილმა ვერაფერი ვერ უკნა ხვდებით და რჩეულები კიდე ისეთი ყავდა რომ არაფრით იმ სისტემას არ დაანგრევინებდნენ გამორიცხული ამბავე რომ ბოკერიას და ბურჯანაძეს ხა სდომოდა იმ სისტემის დაანგრევა მაგრამ ვინმე რომ არ გაიგოს რომ აი ყველაფერში ვამართლებ ეს არის სიცრუე და ტყუილი მე ჩამოგითვალეთ კიდე შემიძლია უზარმაზარი რაღაცა თქვა ბევრი მაგრამ ვერ გადაწონის ქართული სახელმწიფოს შექმნას ვერაფრით ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო აი აბსოლუტურად ბრმა იგივე ის ინგლისურის პედაგოგები რომ შემოიყვანა და იგივე ჯანდაცვაში გადადგმული ნაბიჯები არ შეიძლება ესე პატრულის შექმნა ხალხო ნუ სად ხა კი ბატონო მაგაში გეთანხმებით უდაოდ მაგას საოცარი რაღაცები გაკეთდა და რა მაინტერეს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილება რომ დაასახელა ლიდერებიც ვახსენეთ ნაციონალურ მოძრაობის როგორი რა დამოკიდებულება გაქვთ და რას ფიქრობთ ნანუკა ჟორჟოლიანზე რომ გახდეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი? აბსოლუტურად სულ არ გამიკვირდა სხვა ჩერს მიშემ რომ დაასახელა. აი საერთოდ არ გამიკვირდა ატყდა ერთი ამბავი და წიილ კიდე დაასახელოს. იცი რა? ერთხელ ნანუკას რამოდენიმე თვის წინ რაღაც საკრიტიკებდნენ და იყო ერთი ამბავი და ქარდები დებოდა და ლანძღავდნენ. არა, აი სანამ გამოცხადდებოდა მდევი ძაღი და ერთ ქალბატონს რაღაცად ჩემთან სტატუსად დავდე მახსოვს რომ სულ ცოტა ეს გოგო ვიღაცაზე მეტად 100 ჯერ მაინც უფრო ხო შეწუხდა ვიღაცის გამო რომ ვიღაცას მიშველებოდა აი დავანებოთ რაღაცებს თავი აი 100 ჯერ მეტად ვიღაცაზე მეტად ხომ ირბინა ენა გადმოგდებულმა რომ ვიღაცას დახმარებოდა ხო ჩემთვის ეს პლუსია მორჩა რა თუნდა ამას ლაპარაკი რა ეხლა უშიშროების დივნის ცოლის სალანძღავია ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუასთან გაცილებული ნანუკა ჟორჟოლიანი რომელიც წლებია ეხმარება ადამიანებს აი მართლა რო იტყვიან აი მართლა არ ვიცი ნუ რა ქვია ერთხელ უთხარი აი რო არ იღლება არანაირად შეუძლებელი ენერგიის პატრონი. მე ვფიქრობ ეს ენერგია, რომელსაც თვითონ სააკაშვილსაც აქვს. ეს აი ენერგია. რაღაცა რო არ ჩერდება. მე ვფიქრობ ეს ენერგია დაინახა ნანუკასთან და ნაციონალურ მოძრაობა რომელიც აბსოლუტურ სტაგნაციაში იმყოფებოდა. ჯერჯერობითაც რაღაცნაირად არის. აი ამ სტაგნაციაში მიაშველა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა. ნუ ხო ატყდა ერთი ამბავი და ჩამოიქცა ცადა მიწა. თქვენ რომ შემოგთავაზოს სააკაშვილმა გახდეთ ლიდერი ნაციონალურ მოძრაობის. პარტიის წევრიც არა ვარ და როგორ არა, ნუ აი შემოგთავაზა, არც ნანუკა იყო. არა. რატომ?
არა მე ჩემი პარტია კანონი და სამართალი მაგ რატო უნდა გავხდე ნაციონალური მოძრაობის გამორთქვა მე იმიტომ შევქმენი ეს რომ აბსოლუტურად მთელ რიგ საკითხებში არის თანხwebdriver სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით და რაშიც თანხwebdriver არ იყო და ოპოზიციაში ვიყავი აი ზუსტად იმის გამო შეიქმნა კანონი და სამართალი მე ვარ კანონის და უაღრესად დიდი სამართლის ეს სამართალი არ არის ნაციონალურ მოძრაობაში? ხვდებით? არა, მე როცა ოპოზიციაში ვიყავი მეთქი, მაგიტომ ვიყავი, რომ მოიკოჭლებდა. ეხლა ნანუკა რომ მივა, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი რეფორმები შევა. თორემ ნაკლის მეტი რა ქონდა ეხლა? ეს ნაკლი არის, რაზეც მე ასე ვთქვათ, ვილაპარაკე. მაგალითად, შენ რო გარჩევას დაიწყებ, რომ გირგვლიანი როგორი ბიჭი იყო და კარგი ბიჭი იყო, თუ ცუდი ბიჭი იყო, თუ რაღაც სისულელეები, ხო? აი იქ უნდა მიხვდე, რომ კრეტინობას ამბობ. რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა ბიჭი გაყვანილი სამართალდამცავების მიერ კოჯრის თუ ოქროყანის ტყეში მორჩა წერტილი. აი აქ იწყება დანაშაული. აი ეს არის კანონი და სამართალი. სულ მგონია, რომ არ მჯერა არც ერთი იმ ტიპის ლიდერის, არაფრით არ მჯერა, რომ რომელიმე ლიდერს სააკაშვილს ან კიდევ სხვა ლიდერს, რომლის გვარიც ხშირად სახელდებოდა და რომელიც თვალით არ მინახავს არასოდეს. ვიზე ამბობთ? არ დავასახელებ, რომ აწყობდათ, რომ გირგვლიანის ამბავი მომხდარიყო. სულ მგონია, რომ ეს პროვოკაციაც ვიღაცისთვის დადგმული პროვოკაცია იყო. შეუძლებელია ესეთი კანონდარღვევა და ეპატაჟური. აი ესეთი მაპატიეთ აი რუსულ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ უხდება აი ესეთ აღვირახსნილებას ყოველთვის რუსული სიტყვა, ესეთი გულანკა. რაღაცა რუსული აღვირახსნილება სამართალდამცავების აწყობდა მაშინ ან მერაბიშვილს ან სააკაშვილს ვერაფრით ვერ დავიჯერებ. და რა მიიღო სააკაშვილმა ან მერაბიშვილმა აი ამ რაღაცით? არაფერი, ხო? და გამორიცხულია ხა რომელიმე არც ერთი არ არის ესეთი უჭყუო, რომ ეს ვერ გაეთვალათ. აქაც მგონია რომელიღაცა კლანი, რომელიც დაპირისპირებულები იყვნენ მაშინ და დიდი წვლილი. დიდი რომ თქვენ კიდევ ნახავთ. გავადრო და თქვენ კიდევ ნახავთ ვინ არის ბოკერია ჩერგოლეიშვილი. ჯერ კიდევ საქართველოს არ უნახავს. უნდა გვეშინოდა ეს? არა, რა საბო, ქართველს ისა რა ქვია შახაბაზის არ ეშინოდა გახვეწები, მაგრამ ცუდი ის არის, რომ პროცესის გაფუჭება სულ რაღაცა შეუძლიათ და ამ გაფუჭებით, ამ ჯოხის ჩადებით ყოველთვის სარგებლობს რუსეთზე მომუშავე, ხელისუფალი იქნება თუ თავად რუსული, ასე ვთქვათ, რუსული ადმინისტრაცია პირდაპირ კრემლში. როდესაც ამბობ, რომ როგორ ბოკერია ხო დასავლეთი იყო და უნდა გითხრას იმა, რომ დასავლეთი ვარო. აბა ხო არ გეტყვის რუსეთი ვარო. მაგრამ საქმეებს შეხედე, დახედე ბრმა ხომ არა ვარ თქოს. კითხვა და ხომ ანგარიში ხომ შეგვიძლია. რა აქვთ მათ ცხოვრების მანძილზე გაკეთებული? გარდა იმისა, რომ რუსეთის პირდაპირ პუტინის ადმინისტრაციას ბიზნესი მიყიდეს, რომ ფული აეღოთ? გარდა იმისა, რომ დასავლეთის პარტია გაგლიჯეს შუაზე, მაშინ მე არ ვიყავი ძალა ერთობის წევრი, არ ყოფილვარ, როდესაც ეს მოხდა. გარდა იმისა, რომ ეხლაც ამ წამს იძახის, რომ ვითომ ძალა ერთობის მომხრე და პირველი რასაც აკეთებს, აი რა ესეთი მტერი რატო უნდა ამოიჩემო ნანუკა ჟორჟოლიანი. რა შეასაქმე. გარდა იმისა, რომ ისევ დასავლურ პარტიას ებრძვის და პირდაპირ ომი აქვს გამოცხადებული ციხეში მყოფი სააკაშვილის, ხვალ მოდის სააკაშვილი? აბა რისი გეშინია? ხომ არა გაქვს დავალება და იმას ხომ არ ასრულებ. ხომ არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს ესეთ ბრძოლას რომ გამოუცხადებ. ვისგან აქვს დავალება? შენ რუსეთისგან, რა თქმა უნდა, ბატონო. თამარ ჩერგოლეიშვილს. რა თქმა უნდა, ბატონო, აბა რომ შენ თუ რუსეთის ხელისუფლებაზე ასხამ წლების მანძილზე, წისქვილზე წყალს. წლების განმავლობაში გეუბნებია, რომ ციხის ბუნტი არის შენ მხრებზე. რა მაინტერესებს იცი? ბაია პატარაიას უჩივლა მან. გახსოვთ ახლა ცოტა ხნის წინ. სულ ფაქტებით ვსაუბრობ. და მოუგო სასამართლო. რა საინტერესო ამბავია? ჩაწყობილი იყო სასამართლო. არა, ამას არ ვამბობ ერთი წუთით. სასამართლო მოვიგეო, გახარებულმა დაწერა. და მოდი აბა ელენე თევდორაძეს უჩივლოს.
მან ბაია პატარაიას ასეთი ბრძოლა ჰქონდათ ერთმანეთში ვიდრე ბრალდება რაც ელენ თევდორაძემ მას წაუყენა ციხის ბუნტი თქვენც რაზე ალაპარაკი რომ დახურულ საკნებში ავტომატებს რო ყოფდნენ და სროლა მიდიოდაო ხო და პირდაპირ ხელს ადებს გახსენით ვიცი რომ ნანახი გაქვთ მაგრამ მაინც კიდევ აჩვენეთ პირდაპირ ღია ჩვენება სასამართლოს და ესეთი რაღაცა რომ ვიღაცამ გამიკეთოს წლების მანძილზე არ გამოვიყვან სასამართლოდან თემურ ეს არის შემზარავი ბრალდება თუ ესეთი კაი სასამართლოა და აგერ ბაია პატარაიას მოუგო რატო არ უჩივლა ელენე თევდორაძეს ვერ უჩივლა მე მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობდა ეს ხალხი თუ ყავდა იმ საცოდავს სააკაშვილს გვერდით ეხლა მართლა კიო ხომ არ იყო არა და ის არ გიკვირს დედას გაფიცებ რაც გააკეთა როგორ გააკეთა იმ კაცმა მე მაგალითად მიყვეს ფიცა ვარ ქალბატონო თაკო ჩემი გადაცემის ბოლო კითხვა რისი გეშინიათ დედამიწის ზურგზე რაიმე არ არის რაც არ მქონდეს ორგანულად აღქმული აბსოლუტურად ერთადერთი რისით შეიძლება გეშინოდეს და მაქვს ამის გამოცდილება უკვე სამწუხაროდ და ღმერთს ვთხოვ რომ მამყოფოს მაკმაროს ერთადერთი ეს არის ახლობლის დაკარგვის გარდაცვალების შიში აფრის შიში დარჩენი არ გამოჩნია არ არსებობს ასეთი შიში საერთოდ შიში მოგონილი მგონია რატომ გეტყვით შიში უკავშირდება ერთადერთ რამეს ეს არის სიკვდილი მე იმდენად მეშინია ჩემი ახლობლის გარდაცვალების რომ საკუთარი სიკვდილის არ მეშინია ამიტომ ის ბევრად უფრო შვიდი ამბავი იქნება ვიდრე სხვისი ამიტომ ამის იქით შიში არ მგონია რომ არსებობდეს ის მე მგონი ადამიანის მოგონილია იმ მომენტში ყველანაირი შიში და ფობია ჩემი უკავშირდება ჩემი ახლობლის გარდაცვალებას მეტი შიში არ გამოჩნია დიდი მადლობა მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ